წარმოიდგინე ადამიანს 1 საათი არ უპასუხე და უკვე იწყება კონფლიქტი. ადრე თუ ადამიანი არ პასუხობდა, უბრალოდ არ იყო სახლში. დღეს კი ნახა და არ მიპასუხა. სტორი დადო და პასუხი არ გამცა. ონლაინ იყო. ჩვენ თითქოს აღარ ველოდებით პასუხს. ჩვენ ველოდებით ყისიერ რეაქციას. ფსიქოლოგიურად ეს უცნაური რამ არის? შეტყობინება უკვე უბრალოდ ტექსტი აღარ არის. ის გადაიქცა ყურადღების მოთხოვნად, ხელმისაწვდომობის შემოწმებად და ზოგჯერ ემოციურ კონტროლადაც. დასილვამ საერთოდ შეცვალა ურთიერთობები. ადრე არ იცოდი ადამიანმა წაიკითხა თუ არა. დღეს კი უკვე ხედავ, როდის ნახა, როდის იყო ონლაინ, რამდენი ხანია არ პასუხობს და twin იწყებს ისტორიების გამოგონებას. კვლევებმა აჩვენა, რომ წაკითხულია ინდიკატორი პირდაპირ უკავშირდება სტრესს, ურთიერთობების დაძაბულობას, შფოთვას და კონფლიქტებს. მეცნიერებმა ამას სახელიც კი დაარქვეს. ანუ ტექნოლოგია ურთიერთობაში მესამე ადამიანი ხდება. საინტერესოა, რომ ადამიანები ხშირად ტექსტს არ გიგზავნიან, არამედ ამოწმებენ, რამდენად ხელმისაწვდომი ხარ მათთვის. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ მუდმივ კავშირს, რომ უბრალოდ დაგვიანებული პასუხიც კი ზოგისთვის ემოციურ უარყოფად აღიქმება. არადა შეიძლება უბრალოდ მუშაობდი, დაიღალე, მარტო ყოფნა გინდოდა, ან უბრალოდ ცხოვრებით ტკბებოდი. მგონია, რომ თანამედროვე ურთიერთობების დიდი ნაწილი სიყვარულმა კი არა, მუდმივი ხელმისაწვდომობის მოლოდინმა დაღალა. და ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ისწავლოს ყოველთვის ყველასთვის ონლაინ არ იყოს. შენს თუ ქონია ოდესმე კონფლიქტი, მხოლოდ იმიტომ, რომ დროზე არ უპასუხე.